მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ და ისევ ნაცებზე მინდა დღეს ვილაპარაკო. რატომ მოხდა ისე, რომ ნაცებმა გაბედეს თავი, წამოყეს თავები და ბავშვებს რაღაცებს ტვინს ურევენ და აჯერებენ, რომ ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვართ თავისუფლება, ჩვენ ვართ დასავლეთი და ესენი ჩვენზე იძახიან, ეგენი არიან რუსი პროპაგანდისტები. რო ვიძახით, რომ ნაცები მწამებლები არიან და მკვლელები, ამას ნაცები ეძახიან რუსულ პროპაგანდას და არანაირი მკვლელები ჩვენ არ ვართ, არანაირი მწამებლები, მისშაც მაგას იწერება იქიდან, რომ აიო, რუსული პროპაგანდა იყო, ის ყველაფერიო, ნაშინო, რის გამოც ჩვენო ის წავაგეთო არჩევნებიო და ჩვენ რა ადამიანებს, რომლებსაც გვაწამებდნენ და ხო გუკლავდნენ და რავი დედას გვიტყნავდნენ, რო ვიძახით, რომ ნაცების დედას შევეცი, ნაცები არიან პროჭები, ნაცები არიან ბოროტები და ნაცები არიან სისხლის მსმელები, ჩვენ გვეძახიან, ეგენი ყველა პუტინის პროპაგანდისტები არიან, ჩვენზე იძახიან ამას. ეს ბავშვებიც უყურებენ ეხლა, რაქნა, ეს ქართული ოცნებას უყურებენ უკეთესი უნდათ. ეს ნაცების ხელისუფლება არ ახსოვთ, მაშინ ზოგი 5 წლის იყო, ზოგი 6-ის, ზოგი 4-ის, ზოგი 7-ის. დღეს რო უკვე დიდი ბიჭები და გოგოები არიან. იქით უყურებენ, კაცო, ეს ევროპელებიც თვეში 9 ჯერ იქიდან რეზოლუციებს იწერებიან, ამ ქართულ ოცნებას ლანძღავენ, რეჟიმს ეძახიან, რაღაცა დიქტატურას ეძახიან. ამ ნაცებს ადიდებენ. მიშაზე იწერებიან პოლიტპატიმარია, ვიღაცებზე ყველაზე აი პოლიტპატიმარია გამოუშვით ისქენით ესქენით. ეს ბავშვები უყურებენ, რა ხდება ფიქრობენ, რომ და ყველაზე მთავარი, რასაც ფიქრობენ ეს ბავშვები, ფიქრობენ იმას, რომ კი, მაგრამ თუ ეს ნაცები ესეთი მწამებლები იყვნენ, ესეთი მკვლელები იყვნენ და ესეთი ბოროტები იყვნენ, როგორ მოხდა ისე, რომ არავინ პასუხი არ მოთხოვა ნაციონალურ მოძრაობას და არავის პასუხი არ უგია რეალურად თავის ძღნერის ჭამაზე, ხო, ნაცებიდან. აი, ვინაგო, რო ვთქვათ პასუხი. ვანოს იქ ჩასვეს სადღაც, აი, 6 წელი თუ რაღაცა. ახალაია ერთი ძმა, ერთ-ერთი ნაბოზარი. ჩასვეს, ვიღაცა ისე დაიჭირეს ქარდა. აქა-იქა რა ვიღაცები დაიჭირა ოცნებამ ჩასვა. იმის მაგივრად, რომ მართლა სამართლიანობა აღედგინა, რაღაცა ყალეობა, კოჰაბიტაცია შემოგტენეს, გაგვაჩუმეს ხალხი, გაგვაჩერეს, ამასობაში ეს ბავშვების თაობა გაიზარდა, ეს ნაცები მოძლიერდნენ, წამოყეს თავები და დაიწყეს ამ ბავშვებზე მუშაობა და ამ ბავშვებს აჯერებენ ჩვენზე, ვისაც ნაცები გვაწამებდნენ და ხოცავდნენ და დედას გვიტყნავდნენ, ამას რო ვლაპარაკობთ, ეუბნებიან ბავშვებს, რომ არა, მაგრად არ მოусმინოთ, ეგენი არიან რუსის პროპაგანდისტები. და ეს ბავშვებიც ფიქრობენ ალბათ, ხო, რა ეგრე ფიქრობენ, რომ ხო, რა პროპაგანდისტები არიან, ტყუილს ლაპარაკობენ. ალბათ თუ ამდენი ხოცეს და აწამეს და დედა მოუტყნეს, რანაირად მოხდა ისე, რომ პასუხი არ აგო ნაციონალურმა მოძრაობამ და მესმის მე ამ ბავშვების. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ ნაციონალურ მოძრაობას უნდა მიუჩინოთ თავისი ადგილი. ნაციონალურ მოძრაობას უნდა მოვთხოვოთ ის მოსათხოვი, რაც გვაქვს, აი სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმის შემოქმედებისთვის, რაც დაგმართეს და რაც ჩვენ ქვეყანას გაუკეთეს, ისიც უნდა მოვთხოვოთ და აი ამ 9 წლის განმავლობაში, რასაც ბედავენ თუ 13 წლის ოპოზიციაში რაც არიან, ესაც უნდა მოვთხოვოთ და ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი უნდა მიუსაჯოთ ამ პროჭებს. მე რომ მეუბნებით ხოლმე, რომ აი ნუიგინები და ნულანძღავ და რაღაცები, უნდა იცოდეთ, რომ ნაცებთან ადამიანური ლაპარაკი არ მოსულა რა. ნაც ადამიანურად თუ ელაპარაკებ, გიყურებს როგორც ვიღაცა კლეროჟას, რა, ვიღაცა ქვეშაჯვიას და იმას, რაღაცა ფარჩა ტიპს. ეგეთი ბუნება აქვთ ამ ბოზებს ამათ. ნაცები არ არიან ადამიანები და შესაბამისად, როგორც არასწორი ტიპები რო არიან, აი როგორც არასწორი ტიპები მსახურებენ, ისე უნდა ელაპარაკო და იმიტომ ვიძახი, რომ კი, ყველა ნაცის დედას შევეცი და ყველა ნაცი არის პროჭი, ყველა ნაცი არის ბოროტი და ყველა ნაცი არის დედამოწყნული. ქუჩაში რო შეგხვდება ნაცები
უნდა მივადგეთ და უნდა ვაფურთხოთ და ვაგინოთ. სადაც დავინახავთ რა, აი შენი ნაცი დედა მოვტყან, უნდა უთხრათ. პანჩურები უნდა უთხრათ, სადაც შევხვდებიან ეს ბოზები ესენი. ნაცები რო ეხ რუსთაველზე მიტინგის ჩატარებას ბედავენ, ეს არა მხოლოდ ქართული ოცნების რაღაცა არასწორი პოლიტიკის ბრალია, არამედ ეს ჩვენი ბრალიც არის ქართველების, საზოგადოების ბრალია. აი პირველად რო გამოვიდნენ მიშას პლაკატებისა, თავისუფლება მიშასო რო დადგნენ, იქ რო არ მივედით და აი ეს პლაკატები თავზე რო არ გადავახიეთ და პანჩურებით რო არ გავყარეთ სახში ის ხალხი, იმიტომა რომ დღეს ამას ბედავენ, რასაც ბედავენ. და კიდევ უფრო მეტს გაბედავენ ეს ბოზები ესენი, თუ ყველამ ხმა არ ამოვიღეთ და თუ ყველამ არ თქვით, რომ ხო, ნაცობა არის პროჭობა, ნაცობა არის სირცხვილი, ნაცობა არის არასწორობა და რა ვიცი, უბნელი იქნება თუ მეზობელი თუ ნათესავი თუ კლასელი თუ პარალელკლასელი, აღარ უნდა მოვერიდოთ, რა და უნდა უთხრათ, რა მოდი აქა, რა გინდა, ვის უკრავ ტაშს, ამ პროჭებს უკრავ ტაშს, ხო და შენს პროჭი ხარ, შენი დედაც მოვტყან შენი და ვერ უნდა ბედავდეს ვერც ერთი ნაცი. იქ მიტინგების ჩატარებას კი არა და რაღაცა ტელევიზიებში გამოჯდომებს და რაღაცების ლაპარაკებს. სახლიდან ცხვირს ვერ უნდა ყოფდნენ ეს ბოზები ესენი. მაგის ღირსი არიან რეალურად, მაგრამ აი ქართულ ოცნებას რა უთხარი, რომ ის რაღაცა ყლეობა კოჰაბიტაცია შემოგუტენეს, მოვიდნენ თუ არა და არა, აი ქართველები არიან და იმ არავიშავს და უნდა ვაპატიოთ და რაღაცა ყლეობებს რო გვებაზრებოდნენ. აი ვაპატიეთ და რო ვაპატიეთ ეს ჩვენი პატიება ჩაგვითვალეს რომ ყლეროჟები ვართ ვიღაცეები, განა ის რო აი ვაპატიეთ. არა, აი უტრაკო ქვეშაჯვიაერი ვართ და ვერაფერი ვერ მოვთხოვეთ და ვერც ვერაფერი ვერ უქენთ. აი ესე ჩათვალეს ნაცებმა ეს ამბავი და იმიტომ რომ დღეს ბედავენ იმას, რასაც ბედავენ, მაგრამ აი იმ ბავშვებს მინდა მიმართო, ვისაც ატყუებენ რაღაცებს. პირველ რიგში ბავშვებო თქვენ დაგიფაროთ ღმერთმა რომ ნაცები ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნდნენ, თორე პირველი ვინც იქნება თქვენ იქნებით, რომ თქვენ მოგიტრიალდებიან და თქვენ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებენ, თქვენ დაჭერებს, თქვენ წამებებს და აი რაც ჩემ თაობას დამართეს, აი მაშინ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, 10 იმდენს დაგმართებენ თქვენ. ამაში იყავით დარწმუნებული. მართლა სირცხვილია ნაცების გვერდში დგომა, ყველამ უნდა იცოდეთ ეს. აი წარმოიდგინეთ, ეხლა ქართული ოცნების ხელისუფლება რომ გამოვარდეს, კობახიძე რომ გამოვიდეს ერთ დღეს და გამოაცხადოს ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეშიო, რომ გამოაცხადოს ძალოვნებს მიმართოს, ტყვიები არ დაინანოთო და ამის მერე რომ დაიწყოს ქუჩა-ქუჩა ადამიანების ხოცვა. აი წარმოიდგინეთ, რომ ქალაქში ვიღაცები გამოვიდნენ და ავტომატებით ადამიანების დაცხრილვები დაიწყონ და რავი თავებში სროლები და ზოგ შეუვარდნენ და საძინებლებში ხოცონ და ეს რომ გრძელდებოდეს წლების განმავლობაში. აი ეს სულ იმას რო ეძახით სინდისის პატიმრებს, იმ სინდისის პატიმრებს ციხეში რომ მიდგნენ ეხლა და რომ დაალეწონ ყველაფერი და ზოგი მოტყნან და ზოგი ისე ცემონ რომ ინვალიდი დატოვონ და ზოგი მკვდარზე გადასკოჩონ. რო გაიგოთ აი თქვენი მეგობრის მშობლები ციხეებზე ხოცონ და რასაც შვებოდნენ რა ნაცები ახლა იმის კეთება რომ დაიწყოს ოცნება. ხო არ მოგეწონებათ. მერე ვიღაცა რომ გამოვიდეს წლების მერე და გითხრათ რომ აი ოცნება ჯიგრები არიან და კაი ხალხი არიან. ხო იტყვით რომ თქვენი დედა მოტყან რა ის ჯიგრები და კაი ხალხი არიან. ამას აი ესე ხოცეს, გვაწამეს და დედა მოგვიტყნეს და როგორ იძახი ამაზე რომ კარგები არიან. ხო იტყვით რომ თქვენს პროჭები ხართ, რომ აი ამ პროჭებზე რო იძახით რომ კაი ხალხი არიან. იგივე საკეთებთ ეხლა დაახლოებით თქვენს. იმ ნაცებს უკრავთ ტაშს, რომელმა ნაცებმაც ჩემ თაობას და ჩემზე უფროსებსაც და უმცროსებსაც გადაგვიარეს და გადმოგვიარეს და კიდე გადაგვიარეს. ასე რომ თუ ნაცს არ მოეკეცი ნაცურად სხვანაირ საქციელს გითვლის რომ შენ ვიღაცა აი ისახა უტრაკო როჟა ხარ და არ გაქვს იმის ტრაკი რომ ნაცს მოექცე ისე როგორც ეკუთვნის. ამიტომ ყველას მოუწოდებდი რომ მოვექცეთ ნაცებს ნაცურად, როგორც ეკუთვნის ისე მოვექცეთ ნაცებს და აი რომ შეგხვდებიან სადმე ვაფურთხოთ, ვაჯვათ, პანჩურები ურტყათ, ამათი დედას შევეცი მე. სხვანაირად ნაცებს
არ ესმით. ამიტომ ვლაპარაკობ ნაცების ენაზე და ამიტომ ვაგინებ ნაცებს და ამიტომ ვეძახი პროჭებს და ამიტომ ვიძახი რომ ნაცებო თქვენი დედას შევეცი. ნაცობა სირცხვილია, ნაცობა პროჭობაა, ნაცობა არასწორობა. ვინც ნაცებს ტაშს უკრავთ, თქვენ უკრავთ ადამიანების ხოცვა-ჟლეტას ტაშს, ადამიანების ციხეებზე წამებას უკრავთ ტაშს, ამ ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას უკრავთ ტაშს და რა ვიცი, აი ნაცების დედას შევეცი მე აწდა მარადის და ყოველთვის რანაირისაც არ უნდა განიცადონ და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ყველა ნაცის ბოროტი დედას შევეცი მე აი ეს არის ნაცები და ასე უნდა მოვექცეთ ნაცებს როგორც ვიძახდი თუ გვინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს აი ეს ყლეობა რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობა